წელილი ვიყურებს კოჩის პირიდან გამარჯობა მოგესალმებით კაცები YouTube-ზე კვლავ ვართ არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ დაალაიქოთ დააკომენტაროთ ზარს დააჭიროთ მოკლედ ყველანაირი აქტივობა ჩვენ არხზე წაგვადგება ჩვენც და თქვენც. ცოტა ადრე ვიწერთ ამ გადაცემას და ისეც რომ წარ ვიწერეთ, ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რომ დღევანდელი ნიუსი შეიძლება ხვალ უკვე იყოს ძალიან ძველი. ამიტომ ამის გამო გაგვაკრიტიკებთ. ხო, მაგრამ ძველის გახსენებაც ხანდახან კარგია. ყოველთვის კარგია. მაგრამ როგორ ახარ დათო? ვიყავით კლიპსი გამოიწერო. კლიპსი გამოიწერო, ჯაფარა ერთი წამი კლიპსი გახდა 5 წლის. მაი პატარა არის ბიჭო ჯერ კლიპსი. 5 წლის და 40. ეგ როგორ არის? ძაღლივით არის 7-ზე მრავლდება? კლიპსის შემთხვევაში. მრავლდება 1 ნახევარზე. მე მაინც პატარა არის რა. კოვიდის დროს არის გაჩენილი. კი, გაჩენილი მოხდება. მაგრამ არ ახსოვს პატარა რო იყო ეს სტრესი არ არის. რატო გადაწყვეტა? არ დადიოდა პირბადით პატარა რო იყო. კლიპსი გადაწყვეტა ჯაფარამ, რომ გავაკეთოთო, რაც გადაცემაში არ იყო, ისინი რომ კოვიდის დროს რატო გადაწყვეტა? მე მეტი საქმე არ ქონდა. იჩდა ესე ბუზებს იტვლიდა და თქვა. მე ისე მე შენ რომ მიაგდე და ყურადღებას აღარ დაეპატრონა. კი, აი მოაჯდა. უპატრონო ეკლესიას. ეშმაკები შეეს. ანგელოსები. ამ შემთხვევაში ეშმაკი ხო ანგელოსია. დაცემული. ყოფილი. წაქცეული. ვიყავი კბილის ექიმთან. რა მოხდა მნიშვნელოვანი ამ საუკუნეში თუ გაინტერესებს შეგაწუხა თუ ისე შეუვარი ნაცნობს მომერყა დაინძრა შეპორტმანდა და თუ დაე ორივე შეკანდა ნახე თან წინა კბილი ეს კბილი რო ჩამომوارდნოდა და ისე ყანყალებდა რომ ენით მეჭირა და რამე ვფიქრობდი რომ არ გადამეყლაპოს თქო წავედი კბილის ექიმთან. პირველ მისვლაზე გადამიღეს 3D რენტგენი. 3D. ბოდიში პირველ მისვლაზე გადამიღეს 3D რენტგენი. ეს გადამიღეს 3D და დღეს მივედი კონსულტაციაზე. სიმართლე გითხრა ძალიან მეშინოდა. კონსულტაციის თუ 3D-ს? საერთოდ კბილის ექიმის მეშინია სიკვდილზე უფრო. ხო, ამის ჯოჯოხეთი ხო იცი როგორი არის? ჩემი ჯოჯოხეთია დიდი სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც გრიგში ხარ. ყოველ დღე გიბურღავენ კბილს და მეორე დღეს ისევ დასაბურღია. ხო და ძალიან მეშინოდა. ისე მეშინოდა, რომ ორგანიზმი შევწოდა კბილმა ყანყალი შეწყვიტა. მომჭირე? არ ვიცი. ანუ ეხლა ეს ძრევის ფაქტი არ დასტურდება ფიზიკურად. რომ ენძრეოდა რა ეს იგულისხმება. მივხვდით ხო? რა კაც სიტყვებს იძახი? რა ვქნა, ნუ ესეთია ამ სპეროში. მე რა გითხვა? ხო და რა მითხრეს ეხლა? ეკბილიო მიუხედავთ იმისა, რომ არ გერყევაო. აღარ გერყევა. მაინც ამოსაღებიაო. მაგრამ მაგის მაგათ ვერაფერს ვერც. მეუთხარი, მე ისეთი პროფესია მაქვს, რომ იქ ეხლა უკბილოთ და თლიფინით რომ მივიდე ერთი სეზონი, ჩათვალე რომ ამაზე ეკნება ცალაპარაკოთ. რამენაირად უნდა მიშვებო. ესე იგი, რატო ვერ მისვამენ, ნახე? ეს ძვალი არის გათხელებული. ხმის ძვალი. ხო, და იმის რაც შენ ღეჭავ. ხო, საჭმელი. რაც ამას შრომა ადგას. მე დათვერტო. ვერანაირად ვერ უსაფერებ. ხო, აი, მუხოზე ხوار გეუბნები. არა, ეს კუნდები და რა არის სუდაცაბუ. ევოლუციამ რაც იწვალა. ეს არ არის გათვლილი მაგაზე რა. მე ვარ ფაქტიურად პირანიას ავი, თქვენ მარტო ყბაროა რა. ესეთი რამე შემომთავაზეს, ნახე. ჰაიმორის ღრმულში ხო. ჩავასხათო. რასა? კალა. რა? ჰაიმორში. აქ არა ხო, არა, ნუ აქ იფლევა ეს არის ხო. ბეტონი. ცხოველის ძulis ფქვილი. ვა. არეული ჩემს სისხლში.
ის მერე დროთა განმავლობაში 6-დან 9 თვემდე გადაიქცევა ჩემძულად. კარგი, მანამდე რომელიც ცხოველზე რომელიც რომელიც არის ვისკაჩის ძვალი ხო ხარი ან ხორი? მე ხორი ავი. რატო იცი უფრო ორგანულად. მაგრამ მეორე მხრივ სულიერად ახლოს ხარ. ხო არით ლაბაძე, უფრო ხარი მომიხდება, თვითონაც ხარი ხორმოცელა კაცი ხო არის, ეხა ხორ ხაბა კაცი. ღორყვა მუცელა, ეხაც ამბიო იქნება. ბიჭო, და მე დავაბრალებ, ბევრს რო შევჭამ, დავაბრალებ, რომ სულებია ღორის გენი გაქვს. და ღორი რატო აირჩია და ხარი იმათ მაგირჩიეს, რატო გადა? არა, იმათმა ხარი მითხეს და მე ეხა რა უფლება მაქვს, ისე ვიკითხე და ღორი შეიძლებაო და მე ნენა შევიყვან. ეხა იცის უნი მქონდა როდის გამოვიქცეოდი იქიდან. და რომ ამდენი ხნის მანძილზე უკბილოთ უნდა იყო? ხო და ნახე, ამდენი ხნის მანძილზე ეს კბილი თურმე არის დაპლომბილი. არ გახსოვს? და არის ეჭვი. მე ყველა პლომბი ისე შავრ იმათ მახსოვს, რომ მე რეაბილიტაციას გადიხარ. რომ ქვედა ნაწილი მოვაძროთო, იმიტომ რომ მე მგონიო ფესვი ნორმალურიო და დროებითი ავაშენოთო. ავაშენოთ კბილი. ანუ ის საკაპობებმა გავაკეთო და კბილი აშენო. ხო, კბილია. და ხე უნდა დავრგო. და ბეთანია რა. და ბეთანია ვერ აშენე ფესაშენებში. დავაშენოთ. და თქვენი ნებართვა გვინდა. რა გადაწყვეტე ბოლოს რო გვიყვები ამ? მე ვთხარი მთავარია რომ მერის ნებართვა არ გვინდა თორე ჩემ ნებართვას მიიღებ ხერა იუმორი შემოვალ უკბილო იუმორზე ეგრევე გადასვა. მე ნახე ორკბილა იუმორი. მოკლედ აი ესეთი ნასი ამბობები წამოვედი იქიდან და მე იქ მიმსვლელი სანამ კიდე არ და მოირყევა. ის სხვა დანარჩენი ყველა წესრიგშია, ბარემ რო ისინი ჩაისვა. წესრიგში არის 32-დან ისეთი კბილები, რომლებიც წესრიგში არ უნდა გქონდესო. სიბრძნის კბილები მან კარგი. იმიტომ რომ ახლა ამბობ. წესით ეგ აღარ უნდა. ახლებია. ახლებია და იმდენი არ უჭამია. არა და არანაირი დატვირთვა არ დგას. ხო, არანაირი. არც სიბრძნის, არც ჯამის. არც დამჭირვე, აი რო გავიხსენე, ვერ როდის დამჭირდა სიბრძნის კბილი. აი ეს გადამხდა ჩემო ძმა. არა უშავს, ყველაფერი კბილი არა. ყველაფერი კარგი. კბილი არ არის კი კაცო. მაგრამ ძulis ჩასხმას და რაღაცას მართლა კინაბეტონი რო გაუშვა. ხო და ეგ არისო ჩვენ სფეროში კინაბეტონი არის ესო. სისხლი და ჯერ ის რო წარმოვიდგინე რომ ეს სისხლი ხო უნდა ამიღონ. ხო ბიჭო, მე უნდა მოზილონ. მოზილონ არ მაინტერესებს. არა უნდა ამიღონ. მაგას როგორ ზიდავენ ესე? ბეტონს რო ზიდავენ. ესეთი პატარა მანქანა. შეიძლება სისხლი არ აგიყო და პირდაპირ გადაუშვა. ჯერ ხუნილი შეყავ. შური შეღარ და იქიდან პატარა კაპილარით გადაუშვა და მე შიგნით მოზილონ. სირდარია და ამურდარია რო გადაუშვეს. ბამბების საწყავად რაღაცა. რა კარგი ალეგორია. ალეგორია არის ცირას ნიშნავს. სხვა რაღაცა არის ალეგორია. ხო, ვიცი, მაგრამ შენ ხო მივხვდი რაც გითხარ. როერა ბიჭო. რო ევაჭრები. მე კიდები მე. აი ეს. ახალი ამბები. აჰა. მე დავიწყოთ ინდოეთიდან. ინდოეთში კომპანიამ ყველა ის ინჟინერი დაითხოვა, რომელიც ამ ხიდის მოსახვევი ააშენა. აი ესეთი მოსახვევი გადაწყვიტეს და თავს იმით იმართლებდნენ, რომ ადგილი არ იყო საკმარისი. რანაირი ხიდია? ბიჭო, წესით უნდა იყოს. მან თქო რაღაც სტანდარტია გზაზე, რომ რაღაც გრადუსზე მეტი მოსახვევში არ შეიძლება და ამათ პირდაპირ კუთხე მიცეს რა. 90 გრადუსი. საერთოდ კუთხე 90-ზე მეტია ალბათ, მაგრამ ფეხით მოსიარულისთვის რა უკ. არა, მანქანის ხიდი. მანქანის არის, ნახე, მანქანები მიდიან. ამ ხელა ხიდი ფეხით მოსიარულე. პრინციპში ინდოეთი ახლა ბევრნი არის. აუ თან მანდრა მოძრაობა, ხო იცი, ინსად მიდის. ხო და ამ მოსახვევში შეიძლება რაღაცა ის ჩადგა, აი კუთხეში რო ჩადგა, გულკა. ხო, ან აი იქით კუთხეში და აქეთ რომ ისა დიდი გასაბერი ბალიშები და ალაგო რომ გადაცვენილი მანქანები იმაზე მოგროვდნენ. მაგზილის მოედნის იმას კი გავს თბილისის ეს ამ ხედით. თავს იმით იმართლებდნენ, რომ ადგილი არ იყო რა. იმის წესიერი
ხო და ცოტა ადრე რომ მოეხვიეთ როგორ არის ყო ადგილი რა. ლიანდაგიც რანაირი აქვს დაგებული. რანაირი. ეს ბრიტანელმა კოლონიზატორებმა რო დააგეს მე მგონი ის არის. ხო რაღაცა იგი არ შეუძლებს შტალები. არ გეჩვენება რომ ვიწრო ლიანდაგია? არა. ეგ სტანდარტია იქ შეიძლება. ეგ ხო ორნაირი სტანდარტია. ორნაირი შეიძლება ექვსნაირი. ხო შეიძლება ინდოეთში სტანდარტია. ევროპაში ორნაირია რა. ანუ საბჭოთა სტანდარტი სხვა იყო და იქ მე უცვლიდნენ ადრე როგორ იყო ისი მატარებელი რო გადადიოდა შეიძლება ეხლაც ეგრეა. ვაგონს წევდნენ და ბორბლებს უცვლიდნენ სხვას. ეხლაც ეგრეა. ხარსი ახალქალაქი რო შენდება ის შუაში იყო დიდი ამბავი რომლის ტერიტორიაზე აშენდებოდა გადასადები იმის. მე რომ მივდიოდით სამხედრო ეშელონით, სპეციალურად შეცვალეს რომ იმათი მატარებლია ომი რო დაწყებულიყო, ტერი რო შემოძო, მარტივად ვერ შემოსული. მე რომ მივდიოდი მაგრამ იგივე არის ისინი ეთქობა შეტევაში გადასვლას არ აპირებდნენ თორე აქედანაც იგივე არა რაღაცა იმას გერმანიდან მივდიოდი მატარებლით ყაზახეთში ხო ჩვენი სამხედრო ეშელონი ესე აწიეს ისე რა მაგარი სანახავია იცი ესე აწიეს და გააგორეს ბორბლები შემოაგორეს ახალი ბორბლები იმაზე დასვეს ახალ ბორბლებზე დასვეს აი როგორც ამის კბილი ანუ ვაგონები არ გამოუცვლიათ რა ხო მარტო ბორბლები იმას როგორ აწიეს სამხედრო მატარებლი დიდი ჯანიანი ჯარისკაცები ბევრი ვიყავით არა სპეციალურად მოწყობილია ეგეთი ისა რა შესასვლელი და იქ ბევრი დანგრადით წევენ ვაგონებს ოღონდ სათითაო ვაგონს წევდნენ ხოლმე კი არა მოწევენ ერთი გამოწვევს ერთი გამოწვევს მაგრამ ყველა ცუდი რა აღმოჩნდა იცი საბჭოთა კავშირში თუ გერმანიაში რომელიღაც მხარეს ის დენისის არის ცოტა უფრო დაბლა ხო დენის კაბელი. ხო. და ეს ჩვენი სამხედრო ტექნიკა მაღალი იყო და ამ სიმაღლესო ვერ შეგიშვებთო რა, იქ 6000 ვოლტია თუ 7000 და გადაიტანსო და სამხედრო ტექნიკაზე ერთ-ერთი გამოსავალი ეგ იყო, საბურავები დაუშვით რომ დაწეულიყო და მე შეგვიშვეს. ერთი წამი. ტანკის საბურავი როგორ დაუშვით? არა, ეს რისი საბურავი დაუშვით კაცო? მანქანები. რა ქვია კაცო? ხო, არა. ხო, რადარები რა მანქანებზეც ეყენა, ისინი იყო ყველაზე მაღლები რა და ისინი დაუშვეს. აი ინდოეთის ამბავმა რეები მოგვაყოლა. შემდეგი ახალი ამბავი არის ვიდეო გამოგვიგზავნა ვალერი ბაძგარაძემ. იუთუბერმა ანდრეი მარაციმ სოფლიოში ყველაზე ვიწრო Fiat Panda გააკეთა, რომელიც სრულფასოვანი ერთადგილიანი ელექტრომობილია. მანქანა 12 წლის განმავლობაში თვითონ აკეთებდა 50 სანტიმეტრია სიგანეში 93 წელს არის გამოშვებული ეს მანქანა. როგორ ეტევა თვითონ 50 სანტიმეტრი? ეს თვითონ ეტევა შენზე ნუთული. მე რო სათევზაოდ რომ მივდიოდეთ ერთად. და ელექტროდ როგორ გადააკეთა თუ? ხო და მეც ეკითხვა გამიჩნდა რომ თითქმის 99% ნაწილები იგივე აქვს და რა და ელექტროზე ძრავა შეცვალა რა. ძრავა არა აქვს ელექტრომანქანა. როგორ არა? ანუ ბორბლებზე აქვს. ძრავი როგორ და შეცვალა. უკან იმაზე. არა, ბიჭო, ნახე. სოგ ელექტრომანქანები power bank-ზე გადაიყვა და მაგითაც. ხო, მაგრამ იმას ხომ დაატრიალოს რაღაც. შეიძლება აკუმულატორის ადგილი მართლა არ არის და მობილურს უერთებს და იმითი დადის. მაგრამ ერთადგილიანია, ესე იგი უკან აი მთელი მის უკან რაც არის, ყველაფერი რაღაცა ალბათ ელემენტებია. საბარგულია ვიწრო პარკებს ალაგებს შიგნით. ბიჭო, იმას გავს, აი ერთი ფარილო აქვს. მონსტრების კორპორაციაში მაიკ ვაჩოვსკი რო არის, ხო, ვაჩოვსკი კი არა. ამას მისცემენ იმას ტექტათვალიერებას. აუ ეგ წარმოიდგინე, მანქანებს შორისაც ხო იulis როგორც ის ან საცობებში. კი, სკუტერივით. სკუტერია რა, გადახურული სკუტერი. მაგარია ძალიან. პატარაც რო იყოს, აი უკან რო არ კონდეს ის უკანა ნაწილი. მაგრამ ის არის სახიფათო არის. რატო გადაყირავდე? ხო, ქარის დროს. ქარის ან ვინმე რომ მიეყუდოს. გეტყვი. ხო, ამაგანაც ეს მიეყუდები. მე ვერ გამიძლებს მისაყუდებას. ხეთის ხიდზე რო გადმოხვიდე, გადაგაყირავს იქ მაგარი ქარია ხო. წაგიღებს მთრიალით. შემდეგი ახალი ამბავი არის ყველს კოშმარის გამოწვევა შეუძლია. რა დაადგინეს მეცნიერებმა ესე ეწევა. ბიჭო, ღამით ყველის ჭამა არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ
ლაქტოზა ზოგიერთ ადამიანზე ძალიან ცუდად მოქმედებს და თუ ძილის წინ შეჭამ, მე ამან იცის შეგრძნებების, ცუდი შეგრძნებების გამოწვევა, ცუდი შეგრძნებები მოქმედებს სიზმარზეც და შეიძლება კოშმარები დაგესმის. საერთოდ მოკლე შინაარსი უზარმაზარი სტადიიდან იგულევდნენ ეს მეცნიერები, მაგრამ შუა ძილში მიჭამია ყველი და არაფერი. გავიგვიძე, შევჭამე ყველი და ვიძინე. ხო, და სიზმარი საკაიფოები. ნახულო? გაცილებით უკეთესებს ვიდრე მშიერზე მესიზმრები. არა, ყველი არ ვიცი, მაგრამ ზოგიერთ ადამიანზეო და ამიტომ გავიჭრე. ლაქტოზა ვიზეც მოქმედებს და ვისაც ის არ ჭირდება რა. ღორკბილები და ხარკბილებზე. ეს მაგარია იქიდან. არა, ყველი რატო ერჩიან ამ ყველს? სხეულის რაღაც პროცენტი ოფიციალურად ღორის ექნება. ან ხარის. ანუ ხარ. ეხა ხარსა ვიღებ უკვე ისეთი. მე ყველი ძალიან მიყვარს და მე თომარა ვისაც ლაქტოზის აუტენლობა აქვს, იმათ ძალიან აწუხებს ეს ამბავი. არა მარტო ყველი, რძის პროდუქტი ყველანაირი. ხო, მაგრამ ეხა უამრავი ულაქტოზო რძის პროდუქტი მაგრამ რაღაცა სულგუნს ვერ ვინელებ აიდან. ულაქტოზო ყველი გინახავს? ბევრი. მართლა. იყიდება ყველგან. ყველგან არა, მაგრამ ნუ მაგალითად სუპერმარკეტში. ლაქტოზო ყველების მაღაზიაში. არა, ულაქტოზო ყველი ჭაჭოს და ის მინახავს ეხლა. მე მაგალითად ულაქტოზო კარაქი პირველად ვნახე. და რა შევეჭლება დაგჭა. ჯერ არ მიჭამია, მივიტანე და სახში დავდე. და რატო იყიდე ულაქტოზო თუ არ გაწუხებს და მშვენივრად იღვიძებ და ჭამ? პირველად ვნახე და რა ვიცი, წამოვიღე. რაც ჩაულებრივი კარაქი იმდენი ღირდა და ავიღე, წამოვიღე სახში. გალაპაგოსის შემდეგი ნიუსზე ესე გადავიდა. გალაპაგოსის კუნძულზე პომიდორი უკუ ევოლუციას განიცდის. ეს გალაპაგოსის კუნძულების გემოა? ხო და გალაპაგოსის კუნძულებზე ხდება ყველაფერი. ეგ არის დარვინმა სადაც იმოგზაურა და სადაც ეს ევოლუციის თეორია ალბათ ერთ-ერთი ნაწილი შეიმუშავა, იდეა გაუჩნდა. და ეხა ისევ იქ ჩავიდნენ და პირიქით მიდის ანუ ევოლუცია. ხო და რა არის პირიქით? ანუ ადრე რა ფორმისაც იყო პომიდორი და მე რევოლუცია განიცადა და დღევანდელი ფორმა აქვს რაღაც სახეობას ალბათ უკან წავიდა და რა ფორმაც იყო რა ფორმა არა ალბათ უფრო სტრუქტურა, მაგრამ ეგ ცოტა ეწინააღმდეგება მთავარ ევოლუციის კანონს, რომ შეუქცევადია, ანუ არასოდეს არ უბრუნდება სახეობა ძველ ფორმას. შეიძლება გავდეს, მაგრამ არასოდეს არ უბრუნდება. ხო, მაგრამ ის არის ეგ ხო არ უბრუნდება რა, გადარჩევაა, ხო? არა, არ იმეორებს რა, იმდენად ბევრ ამეზეა დამოკიდებული, რომ იგივე პირობები ვერანაირად ვერ იქნება. შეიძლება დაემსგავსოს, მაგრამ იგივე ხო, ზუსტად. ეხა ადამიანი პირველ ყოფილ ადამიანს ვეღარ დაემსგავსება ევოლუციის მომდევნო ეტაპზე. შეიძლება გავდეს, მაგრამ რომ შეისწავლო განსხვავებები ბევრი. მოუცავია და მე მინახავ ზოგიერთი ადამიანი, რომელშიც იოლად ამოიცნო პირველ მან სხვა ფაქტორი მუშაობს. პირველ ყოფილ საფუძვლებს. მან რა ფაქტორი მუშაობს? ის საიდან მოვდივართ? არა, მან ის ფაქტორი მუშაობს, ის არ განვითარებულა, კი არ დაუბრუნდა. ხო, გარჩა. ხო, გაიგინა. იმას წინა აქ ევოლუცია. არიან ზოგიერთი ხიდანაც არ ჩამოსულა. უკან მიდის ბიჭო. ხო და მარტო პამიდორზე შეინიშნება. პამიდორზე შეინიშნეს ეს? ჯერ. ანუ ადამიანზე ჯერ არ არის, არც მაგას მიყვება კიტრი. რეანი. დავრჩებით გალაპაგოსელები. კიტრი პამე. საათის გარეშე. მარტო ძმარი რა თმინდა და მარილი. მაგრამ იქნებ ის არის, კაია, კაცო გემრიელია. ჩერი პამიდორის იმაზე არის ახლა. გემრიელი რო იყოს მეცნიერები ხوار შეისწავლდნენ. ძალიან პატარაა. ვინ მისცემდა მაგათ იმის საშუალებას. და ეს იმის ბრალი ხო არ არის, რომ ის არის უყურადღებო ფერმერი. არ ვიცი, გალაპაგოსის კუნძულებზე ფერმები არის თუ არა, მაგრამ არა, პამიდორი ხო ეს მასიურად შეინიშნება, თუ ერთი ძირი პამიდორი გამოეყო მოწმებს. არ გაიხარა. გამოეყო მოწმებს და დაბრუნდა წარსულში. რუსულ dark web-ში, შემდეგი ახალი ამბავი ესეთია, dark web არის ესეთი ინტერნეტი, ანუ უკონტროლო საიტები, სადაც ყველასაც უნდა იმასდებენ. საბრძოლო კლუბი გამოჩნდა UFC-ს მსგავსი, სადაც სპორტსმენების მაგივრად ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს აჩხუბებენ ნარკოდილერებთან. რომელსაც ვალი აქვთ. მოიცა გავიაზრო. ანუ ნარკომანები, რომლებიც მიდიან და დილერებისგან ყიდულობენ რაღაცას, ეთყობა ნისიათაც იღებენ. ხო, და დილერები. მე რო ვერ აბრუნებენ.
და პირდაპირ ისე ხოცემენ ხოლმე ეგეთ ხალხს კინოებში მინახავს. კი და ეხლა უკვე რაღაცა ისე ფული როცემენ აზრი არ აქვს ცემ და ფულს ვერ იღებ და ამიტომ ფული ამოიღო. და ბოდიში მარა და თუ მოერია ის რომ უტრუკი აღმოჩნდა. ხო და ის თუ მოერია, მაშინ ვალს უუქმებენ. ანუ ის რას იგებს? ნარკომანი მოტრუკი რა. ნარკოდილერი რას იგებს? ნარკოდილერი ამ ჯგუფისგან ფულს აკეთებს. ხო, ბილეთებს გაყიდეს და რაღაც. შეიძლება ისინი იყოს ფსონებს ჩამოვიდნენ. შეიძლება რომ დილერები. ესეთივე და მამალს შორის ესეთივე სქემა დავნერგოთ, თქვათ, კრედიტორები და საკრედიტო ექსპერტები. ვერ ვიხდი, მაგრამ გავლახავ იმას, ჩემს საკრედიტო ექსპერტს გავლახავ. ნათო მიგიღია მონაწილეობა მამლების ჯგუფში ან რაღაცები. რამესთან გიჩხუბია? წინა ცხოვრებაში როცა მამალი ვიყავ. ალბათ დათო რამესთან შეგიშეგი. არ მიყვარს საერთოდ ერთი ორგანიზმი, რომ მეორე ორგანიზმს ურტყავს და ჩაგრავს. და რამე დაგიდია რომ ერთმა შეჭამა მეორე? არა. როგორ არა? თვითონ. თევზი რო ჭიას ჭამს. ხო, მადუდებ ჭიაზე, ანუ სუსტზე. და შეუჭამ იმას შველს. სადინახი ჭამშველს რაღაცა ისე ჭამშველს რა წარმოვიდგინოთ ყიდან გამოვარდე. არა ეს მოთხეში გაზრდილი არის და მიუზდევშელს შუბით ან რაღაც კვები შუბით და კლოშით. მე მიჩხუბია მამალთან. მამალთან? ხო. ესეც შეერკინე? კი. ეგრე მე გამომკიდებია ბავშვობაში და გავქცეულოა. ხო და მე ამომასხა და მეჩხუბე. ხო. კი. და რა უქენი? ორნი ვიყავით მე ჩემი ძმაკაცი. ის მამლები თუ მარტო ის ერთი ბიჭო როგორ იყო იცი? სოფელში ჩემ მეგობართან რომ გადავდიოდი ხოლმე. სოფელში ტუალეტი ხო ეზოშია. მოშორებით საცხოვრებლისიდან. იქ მოძრაობდა მამალი. და ტუალეტში რომ გინდოდა. ხო. ესე მარტივი არ იყო. 50 კაპიკს გართმევდა. არა. მოგზდევდა. ხო და ნუ მოგზდევდა, კაი, გაიქეცი, მაგრამ ტუალეტში ხო მაინც გინდა. ხო. და ამიტომ ორნი მივდიოდით რა. ორს ვერ გვერეოდა. მერე დავამღომეთ ბადე. და ბადით ვიჭერდით. მამალს. ხო, ერთი აკავებდა და მეორე ტუალეტში შედიოდა. აკავებდა რა ის გამიშვით ის. კი. გამიშვით. ბიჭო, იცი რა ავიღო. და დააგეკლათ. არ იყო ჩემი. და ის ბავშვი იყო? არა, მეგობართან. ოკუპირებული. მეგობართან იყავი და მეგობრის მამალი და მყავს, მამალი ნაცემი მყავს. ბატმა იცის კიდე გამოგიდა. მე გამომეკიდა ბატი. დაგ წკინა? რა ქვია ბატის კბენა? კიკბინა? არა. გასწარი. მაშინ ძალიან ჩქარა დაურბოდი. მაშინ მე ბატი ვერ დამეწეოდი. სოფელში ფეხში შევდა რომ დატანტალებ, ხო იცი? კი კაცო. გამომეკიდა ბატი. ხო და ესე უნდა მოხდეს. ხო და გამომეკიდა შვილიშვილებს რა ხო და გამომეკიდა ბატი გამომეკიდა და მივდივარ მომსდევს ბატი. გავიქეცი. აღმართ შეხდება თუ აღმართ? სწორზე, ნუ ამოვედი. სად ჩვენ ვიყავით ნიკოზეთში და სწორი იქა. სიქთაროში. სიქთაროში. ჩხარი ეწერში გამომეკიდა ბატი სწორზე. გავიქეცი რეზიკობიძია. იშველი. რეზიკობიძია სახლისკენ, სადაც ძაღლი მეგულებოდა. და იმ ძაღლის იმედი გქონდა. ხო, და იმ ძაღლმა მართლაც რომ შეუყეფა ამ ბატს. და ბატმა უკან დაიხია. ხო. და ბატმა თქვა რომ გამოხვადო შენ. ძაღლის გარეშე და ბიჭი. დღეს მე მოთხრობა მე ძაღლი და ბატი. იგავარა კი. წავიდა და ისევ იმ სასტარტო პოზიციაზე დადგა ბატი. მე როგორ გახვედი დაელოდე რომ დაღამდა. შედენ ეს ბატები. არა კაცო, შიდა კარები გქონდა ჩვენ. გვერდი ეზოები იყო ჩვენ და გადავედი. შენი ბატი არისო? არა. მეზობლის ბატი. აბულაძეების ბატი. აბულაძეების უბნიდან იყვნენ ბატები ამოსულები. ეს ერთი იყო აგრესიული. ხო, მაგათი. საკვენა. ჩვენ არ ყავდა ბატები, ჩვენ ყავდა ინდაურები და ციცილები, ქათმები და აბულაძეებს ბატებიც ყავდათ. რა მიწოწ? და გვაწიოკებდნენ. სოფლიდან რა? პანჩულიძეების შვილიშვილებს. სოფელში რა იგბინება ესე კიდე? სოფელში იგბინება. არ იგბინება. ოღო. არა, ესეთი რა შინაური. არა, ისა
სხვა შორის ამბობენ, რომ ცხენიც იქბინება, ჩემთვის არ უკრებია. გამოთქმაც არის ცხენის ნაკბენივით. მტკივნეული არისო. ის ძაღლის ნაკბენივით. ძაღლი იქბინება. ეგ კაია რომ მითხარ. კატა არ იქბინება, ხოჭნება, გველი, შინაური გველი თუ ყავს. ხო. ვისი გველები ამოჭრა? ჩვენ არ ყავდა შინაური. ვისი გველები ამოჭრიძებში, ბატი და გველი არ ყავს. ჭინჭარი. ჭინჭარი ისუსხება. ისუსხება, კი, საკმაოდ მწარეთ, იქბინება ისა შალის გადასაფარებელი. ეგ კონდათ? კი. მაგრამ მე ჯულიძეებს ეგ საფხულში ჩავდიოდი და საფხულში არ ვიფარე. ხო. კიდე რა იქბინება? მეტი არაფერი. ციცარი. არა, ციცარი დებილია. სხვა შორის ინდაური, აი არ მინახავს რომ ინდაური იყოს აგრესიული. კი, ლოყლოყი შეხედავია. ხო და რაღაც აგრესიულად იფხორება, მაგრამ ესე არა, ხო არა. რა, რით მაინც მშვიდობის მოყვარია ინდაური. რით უნდა დაგესხას თავს? ორი იქბინება. კი, მაგრად. იხვი? კი. არ ქონია შემთხვევა. იხთან ესე არ მიცხოვრია დიდი ხანი. ეს იყო დღეისათვის ახალი ამბები. კაი ბიჭი ხარ. კაი ბიჭი ხარ. კარგი ახალი ამბები თუ ტრადიციულად ეს არის ძმაო. ეს არის. აი, ნახდი, მართლა კაი ამბები. მართლა რა დილით წავიდა და პირველი ხელიდან აიღო. როგორც სოკო, ესე მოკრიფა კაი ამბები და მოიტანა. აი ყოჩახი. აი ლეხებს რომ ჩამოაქვთ იქიდან წამოვიდა. ხო, აი ნაღდი ამბები. პირველი ხელი. ის კი არა რომ მეორადი ამბები ევროპიდან. არა, დილით დახვდა კაცო. პირველი ხელი. ყრიბასთან და წამოიღო. გორიდან რომ ჩამოაქვთ. ყრიბასთან აეროპორტში. უცხოური ამბები აეროპორტში დახვდა და იქიდან წამოიღო. აეროპორტში. ტრადიციულად მეორე ნაწილი არის ხოლმე სტუმრის ბლოკი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ზურაბ იანვარაშვილი. გამარჯობა. მოგესალმებით. როგორ ახარ? კარგად. ძალიან კარგად და მშვენივრად. მოდი გავაცნოთ მაყურებელს ზურა არის ადამიანი, რომელიც გავიცანით კაცები ლაივზე. მოსული იყო ჩვენთან და იქ გვაქვს ანკეტების ნაწილი და იქ შეუსია ეს ანკეტა და იქ ეწერა რომ არის კრივის მწვრთნელი. მეუღლესთან ერთად იყო მოსული. საცოლესთან ერთად. გავიცანით, დაველაპარაკეთ, აღმოჩნდა რომ კრივის გარდა და მწვრთნელობის გარდა კიდევ სერიოზული ამბები ცოდნია ამ ადამიანს. იშვიათი და სერიოზული. დედამიწის ChatGPT მაგრამ მითხრა დედამიწის 0.05%-იო რა. მაგაში შედიხარ. დედამიწის 0.05 5 მილიონიო რა დაახლოებით რა. ო, მეც ვიყავი შევდიოდი ესე. რითი შედიოდი? წონით. 97%-ზე მაღალი. ეხლა ტყბილით ნახე, აბა შეიძლება შეხույს. ჯერ არ დამიძერა. ხალხმილების ტიპი მიუყვეთ ეხლა და სახეობა. იქამდეც მივიდეთ რაშიც არის. კი ბატონო. კრივით დავიწყოთ. პროფესიონალი მოკრივე. ეგ ცოტა ისეთი საკითხი არის. არა. იმიტომ რომ მე თვითნასწავლი, ძირითადად თვითნასწავლი, მაგრამ შემდეგ როდესაც გასაქანი მომეცა რომ სხვადასხვა მწვრთნელებთან ყოფილი, იმიტომ რომ მე ყოველთვის მინდოდა მასწავლებლობა. ყოველთვის, ანუ იშვიათია ეს, მეც არ მსმენი ხშირად რა ადამიანს თავიდანვე ნდომებოდა რომ ყოფილიყო მასწავლებელი, ყოფილიყო მწვრთნელი. მაგრამ კრივიც რა თქმა უნდა მინდოდა რომ გამოსულიყავი შეჯიბრებებზე და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაც ისეთ ეტაპზე ვიყავით თლიანად ოჯახიც, მეც ისე რომ ვერ მომიწია რომ მევლო. იმიტომ რომ მე თვითონაც შორს ცხოვრობ, იქ კრივიც არ იყო. და ესე დიდი საათნახევრიანი გზებით სიარული და ესე კრივზე ის არ გამოდიოდა მაშინ. ასე რომ მომიწია აი ჩემი დაუკვებელი სურვილი იყო, იმიტომ რომ პატარობიდან საბრძოლო ხელოვნებისადმი ძალიან მქონდა მიდრეკილება, თავიდან დავიწყე მე კუნგ-ფუთი. და სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებებით ეს იქნება კიოკუშინი, იქნება კაპოერა თუ ასე შემდეგ, რა მუაი-ტაი და ასე შემდეგ. მაგრამ კრივმა უფრო მეტად იმიტომ იმიზიდა, რომ ჩემთვის როგორც პიროვნებისთვის ყველაზე მეტად ეგ საბრძოლო ხელოვნება იყო ახლო. და მე თვითონ რომ დავიწყე ეს და გავხდი 18-ის და ჩავაბარე უნივერსიტეტში, გავიგე რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერული ქსელები და ინჟინერია მაქვს დამთავრებული და გავიგე რომ იქ ყოფილა დარბაზი. რომ სადაც მე თვითონ ვივარჯიშებდი და მე უკვე რაღაც დონეზე ვიყავი, იმიტომ რომ მე თვითონ მართლა ძალიან ბევრს ვარჯიშობდი და ამის გამო რეების დამემართა შემდეგ ვიტყვი მოკლედ. და ამ ტომარასთან რო ვარჯიშობდი, იქ შემხვდა ჩემი მწვრთნელი, თურმე გდარდებოდა კრივის სკოლა და მე არც ვიცოდი. ბანტონი გენადი აფციაური ძალიან ძლიერი მწვრთნელი
და რო შემომხედა შენ სისწრაფე გააქო, რაღაც მონაცემები, ანუ კარგი გაქვს, შენი თიშრომეო და კი მეთქი ჩემი წვალობდით ხო, ბრუსლის ფანი ვარ მეთქი რაღაცები და აუ, ბრუსლის ფანია. და ამ კაცმა რო უთხარი ბრუსლიო, აუ ეს მიიხდა რომ უკვე ფანატიკოსი ვიყავი და აი მოდიო ერთი წუთიო და დაარტყი ალბათ ლაპეთსო რა და რო დავარტყი ფეხი გამომისვა და წავყირავდი ეგრევე რა და ანუ ბალანსი არ გაქვს შულოვანი მონაცემი გაქვს, მაგრამ ბალანსი არ გაქვს და მოდი ალბათ ჩემთან დაიწყო სიარული. რაზვალზე მოდი. კუჩები. იმაში ჩადობარი. და ნოლები რო დაიწყო. ხო და ნუ მე შენ თვითონ როდესაც ადამიანი რაღაცას სწავლობ, ცოტა სიამაყის შეგრძნება გეუფლება, იმიტომ რომ კონკურენცია არ არის. და ფიქრობ რომ ბევრი რამე იცი. მაგრამ იქ შეცდომა რო დავინახე, მეთქი ამ კაცთან ვივლი რა, ნუ მაგრამ საერთოდ თვითონაც ძალიან განათლებული პიროვნებაა, ძალიან ძლიერი მწვრთნელი არის და კრივი შემაყვარა ბატონი გენადი. და ამ უკვე რო სერიოზულ ფორმაში მოვედი, მიუხედავად იმისა, რომ 57 კილოში ვიყავი და ჩემი წონა სპარინგ პარტნიორები არ იყვნენ და ეს 80 კილოები მირახუნებდნენ სულ. ნუ მაინც რა საშუალებაც ჰქონდა იქ ტექნიკურში ვითარდებოდი. უკვე დრო იყო რომ გამოსულიყავი შეჯიბრზე. ქონდა კაი მონაცემი, მაგრამ დაიწყო პანდემია. და ჩავიკეთე სახლში, არ გამოდიოდი არაფერი, ვარჯიშობდი ძალიან ცოტას. ნუ კაცები კლიპსის გამოწერის გარდა არაფერი პერსპექტივა არ მქონია. ხო და მოკლედ რო ვთქვათ, პანდემია რა დასრულდა, მე უკვე დიდი ვარ. ანუ უკვე 20-21-ის ვარ და უკვე ჩემ წონებთან, რომლებიც საქართველოზე უნდა გამოვიდნენ რაღაც ძალიან მიჭირს. ფორმაშიც არ ვარ. მაგრამ საქართველოს მოდიოდა უკვე შეჯიბრი. და მე რადგან ჩემით ვარჯიშობდი და არასწორად განვითარე ბევრი რამ, ხერხემლის დეფორმაცია, მაგნეტინის დეფორმაცია, კუნთების დეფორმაცია, იმიტომ რომ არასწორად ვაკეთებ. მოდი ბარემ თავგრანცაც დავარდი. ხო და ანუ მე მინდოდა რომ მე თუ მწვენობას ვაპირებ მეთქი. გამოცდილება მეთქი იდეალური იქნება ჩემთვის. მაინც უნდა წავიდეთ ხო რა ამ საქართველოს. ნუ თბილისზე რაღაც მონაცემები რო ვაჩვენე, ნუ მითხრეს რომ არ დამტოვეს, ანუ წამოდიო, არ არის პრობლემა. წავედი და მეთქი აი მერვეთ ფინალი იქნება, მეოთხეთ ფინალი იქნება რაღაცა და ამ გამოცდილება შევიძე, მიბრძოლე მეთქი და ნუ მე მომავალში მეწოდინება ჩემი ბავშვები რას განიცდიან მეთქი. ზივართ შეხვედრაზე ეს მოკრეები ზივართ და აცხადებენ მერვეთ ფინალი ესა და ეს სახლი გვარი მეთქი და ზურაბ იანვარაშვილი მესამე ადგილი. რა მეთქი? არ გიჩხუბია ისი აიღე? მესამე ადგილი მეთქი და აიო შენ წონაში სამი კაცია. და ერთი წამი და კენჭი ყარეთ, მესამე რატო გახვედი ხო ოქროზე? არა, კენჭი ყარეთ, გეტყვი. ხო პირველად ვარ. ოფიციალურ შეჯიბრზე პირველად და საქართველოა. და ხდება ესა და ეს სახელი და გვარიო და ეს სახელი და გვარი მეცნო. და პირველი შეჯიბრი რო არ ქონდა. პირველი შეჯიბრი რო არ ქონდა ვიცოდი. ევროპაზეც რო იყო გასული და ნუ საქართველოსაც რო ქონდა მონაწილეობა, მე ყოლა ეგეც ვიცოდი. და შინაგანაც ცუდი შეგრძნება დამეუფლა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მე პირველად გავდივარ. შინაგანაც რა, გარეგანაც ფრები დაგეუფლებოდა შენის თვითონ გასული. არა, ნუ ხო. შეგრძნება არ ჟიმ. უფრო კონკრეტულად ავსეროთ რომ მოუჭირა. და თუ საერთოდ ზოგადად შეჯიბრზე რო გადიხარ, რა დარბაში რასაც დებ, იმის 60-55% გაგაქვს. იმიტომ რომ ეს ფსიქოლოგიური წნეხი რო არის, რა თქმა უნდა გიჭირს. და ეს არის ოლიმპიური კრივი 3 რაუნდი 3 წუთი, 1 წუთი შესვენება. და აი რო გავედი და აი მხლა დარბაზში ბათუმში ჩატარდა რა ეს ახალი სპორტ დარბაზი დიდი და რო გავედი და აი მხლა მასა რო დავინახე გაშლილი არ ვიცი რა აი ემოციებს ვერ აღწერ და გავედი ამ შეჯიბრზე ავედი შევხედე ამ ბიჭსაც ნუ ჩემზე ცოტა დაბალი რაღაც მეთქი შეიძლება დისტანციაზე შანსი მაქვს პირველი რაუნდი მაგრა გავბოდი რა ანუ ძალიან კარგად გავბოდი კივილით ანუ წინახელით მუშაობდი რაღაცა ანუ ვერ დამიჭირა იმიტომ რომ არ დაგულილო არ ეხარა მაგრამ ხო იმიტომ რომ გავბოდი და ნუ ვარტყავდი ახლა კონჩეტევაზე გავბოდი და დაგძდევდა ნუ ალი სტილში რა წრიულად მაგრამ ნუ რადგან ფორმაში არ ვიყავი და არის ხო და მე უკვე მეორე რაუნდში რო გადავედით და უკვე კარგი წნეხის მებრძოლი იყო პირველი ნომერი იყო და როცა იცელს ადამიანი ყველაზე მეტად მაშინერვირობ იმიტომ რომ თვალი ხედავს რომ მიზანს უნდა მოხვდეს თელი უჯრედები გათვლილია და უცბად ცდება და ძალიან ბევრი ენერგია იხარჯება რა და ამ მეორე რაუნდში უკვე რო დარტყმზე გადავიდა და მუცელშიც მოხვდა მოკლედ მეორე რაუნდში დამithვალეს იმიტომ რომ ბევრი მომარტყა უკვე ხა პროფესიონალურში არ დამithვლიდნენ იმიტომ რომ ეგება მე-5 მე-6 რაუნდში მინდა მოვუმატო მაგრამ აქ 3 რაუნდია და ერთ გადარტყმაზე გითვლიან და სული მოვიტყვი ამ აწამში და რო გავაგზელეთ კუთხეში მივედი აი ეგ მომენტი მახსოვს რა რაღაციდან აღარ მახსოვს და
წინანახელს ვიქნებ და ეს კაცი დაიღალა ამ წინახელის წინ მიხვდა რომ ეს კიდე პირდაპირ მოდის და წინახელი და უკანახელი ანუ დგომში რო დგავართ всё გასაგები ხო და აქ მომხდა მუცელში და რო ვიგზენ და ეხლა შემდეგი და აი აქ ჩამისვა ძალიან კარგად და აქ არის ფეხის კონტროლი აქეთ მხარეს და ეგრევე მომეკვეთა მუხლები და აი რა მომენტში გამოვხიზდი იცი რა მომენტში რომ აი უკვე ვდგებოდი კი მუხლებზე ჩავედი ესე რა ხელები ვარდნის მომენტი არ გახსოვს არა ანუ მოკლე ის არის რა გათიშვა წყალ და აქ ვარ უკვე აქ რა მინდა მეთქი ანუ ვდგები რა ჩაულებრი ავდექი თვალზე მაგრამ სამოყვარულო რადგან არის ნუ შემხედეს რომ უკვე აღარ შემეძლო წინააღმდეგობის გაწევა თორე ავიტანდი მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა აღარ შემეძლო უკვე გააჩერეს გეთქვა კაცო იმეშეთ მირტყას რა პრობლემაა ნუ მე მერჩინა რომ გაიგზელებინა მაგრამ ნუ მეორე რაუნდის ბოლო ნაწილში ნუ დაამთავრეს და ხედი მესამე ადგილზე ხო მესამე ადგილზე გავედი ნუ ეხა ვაი სულ სასაცილო ტყვები ხოლმე იმიტომ რომ მესამე ადგილზე გავედი საქართველოს ზოგადად სამნი ვიყავით მეთქი და მოიტყვი მაგას რომ სამნი იყავით ხო არა ნუ ეხა რეალურად იყო ეხა როდესაც ჩვენ ამას თუ ეგრეა გაღებული ეს მედლები ხო ნუ მოკლედ რო დავბრუნდი უკვე ძალიან შემაწუხა იდაყვემა კიდე დაემატა ტრამვების ის და ამიტომ გავჩერდი რა რომ მეთქი მკურნალობას და გადახვედი მწვრთნელობა და უკვე ხო დავიწყე ეხლა მთლიანად დაპაუზებული ვარ, იმიტომ რომ რადგან საცოლე მყავს ვაპირებ, რომ მეუღლე მყავდეს უკვე. ქორწილი ამბები, ასე შემდეგ და სადაპირებთ. ქორწილს მოვიფიქრებ და გაგაგებინებ აუცილებლად. ხო, მაგითო გიქ. ხო, რა თქმა. და ნუ მოკლედ მე ბანაკებში სვარ, ლიდერი, საზაფხულო ბანაკებს ვაკეთებ, ესეთი სინათლის თაობა არის და იქაც ვასწავლედი ხოლმე კრივს ბავშვებს, თავდაცვისთვის. შენი ისტორია, როგორი შენი ისტორია? კი. ნუ ვინც მეკითხება, კარგად აცინებ ხოლმე რა. თავიდან იმითით მესამე ადგილი საქართველოს. ან მაგას ძირითადად არ ვიზახი თუ არ მკითხეს, იმიტომ რომ საქმეში რო ხედავენ და ბავშვებთან კომუნიკაცია კარგად გამომდის და შემიძლია მასალა კარგად ავხსნა და მიუთითო, ეგ უკვე მაგათთვის საკმარისია რა. და მწვრთნელობა ეხა რო განავითარე უკვე მწვრთნელებთან დავიწყე ეს ეხა ვარ არტურ ბურდიანცის სკოლა არის მსოფლიო ჩემპიონი აქ როგორც გითხარით ბელიაშვილზე მან თორ დამხარე მწვრთნელთან გაგა ყარმაზანაშვილის იქ არის და უძლიერესი მწვრთნელები არიან ევროპის ჩემპიონები ყავთ ოლიმპიადაზე გასული ხალხის ყავთ და უკლედ ძალიან ძლიერი მწვრთნელები არიან და ეხა მაგათგანაც ვითვისებ და მაქსიმალურად ვცდილობ რომ დიდი ნაკრების მართვაც ვისწავლო რა რაღაცა ეხა ამ ბოლო დროს ძალიან მოდაში შემოვიდა ხო ეს კრივი ანუ ჩემი მშობლები ძალიან შენ მანამდე ვარჯიშობდი მაინც და ეხა ისეთი ხალხი და ანუ მე გოგოებში არის პოპულარული ძალიან გოგოები კარტანსახენებს თუ რატო უმაღლესი კარდიო დატვირთვა 140 გულისხმას ცდება რაც საშუალებას გაძლევს რომ კალორიები დაწვა არა მხოლოდ იმ ვარჯიში არამედ თელი დღის განმავლობაში დილის დროს ბოქსი რა შენი ტიპოვეთ და საბრძოლო ხელოვნება ვინცაც უცბად ჩამოგიღებენ ეხა ჩემი არა ეგრე არა ვარჯიშს არა არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ კაპები აუცილებლად არც არავინ არ იყოს პირველ ადგილზე კაპის დამცავები აუცილებლად გეთება ჩაფხუტი აუცილებლად გეთება როცა კაცო დუა ბოქსში ჩემი ზომა ჩაფხუტები გააქვს მართლა დიახ პირობას გაძლევ იცი შენი რაზე რო აგესთან რაზე ვადნოი ძალიან დიდდება და მე უჭერ ბოა სისტემი ხო ესე დამაგდე ნუ მოკლედ ვიპოვე ჩემი ცხოვრების მიზანი ღმერთის მადლით ჩამოყალიბდი და მეთქი აი ღმერთს რა უნდა გავაკეთო ამ ცხოვრებაში რომ გამოვადგე საერო საქმე იყოს და გავზარდო ისეთი მაგუთით რო იყოს და ხო ნუ მაგაზე დასაწყისში რა სრული რო გამიშთა ეგ არ ყოფილა მოტივი უბრალოდ ნუ მე რა თქმა უნდა ცხოვრება ეს ჩვენც ეგრე დავიწყოთ ხო უბრალოდ ჩემი შოლები მეუნებოდნენ ეხა კომპიუტერს საერო საქმეზე და ჩემი შოლების ეხა თავიდან რო პოპულარული არ იყო ნუ კომპიუტერული ქსელენდ ინჟინერი დავამთავრე იმიტომ რომ გეგმაბე მქონოდა და რო დაინახეს ეხლა Windows-ის გადაყენება იცი? კი. კომპიუტერში ითამაშებს მაგრა ბოქს. კარგად თამაშობ, ანუ ტეკენში დღემდე არავის არ მოუგია ჩემს. ხო, ეგეთი ამ სერიოზული. კომპიუტერულ თამაშებში ძალიან მიყვარს კი. და ნუ პარალელურად, რაც იკო შემეხმიანა მაგასთან დაკავშირებით თავისი შვილი მეჯდა გვერდით და იმ დურურუმზე რომ ბიტბოქსი გავაკეთე ლაივზე, კაცების ლაივზე დურურუმი რომ მიდიოდა, იმიტომ რომ კარგი ხიფობითი უხდება ძალიან და მრავალფეროვნებს
Beatbox-ში შემოვედი, ეს გუგა ჭყონია რომ გამოვიდა ნიჭიერში თუ იცით, მაშინ ნიჭიერში გამოვიდა. კი, Beatbox-ის ნომერით გამოვიდა და მეთქი ეს რა არის, იმიტომ რომ მე მუსიკა ძალიან მიყვარდა. Beatbox-ი არის იდეაში პირით იმიტირება ინსტრუმენტები. ანუ თვითონ Beatbox-ი იმიტომ დაერქვა რომ წველ დროს ბოქს არის შვები შენ. ბოქს სადაც ბოქსია ყველგან თავს. აპით შეგიძლია beatbox-ი აკეთო? Beatbox ვიყენებთ, სხვადასხვა ტუჩებს ვიყენებთ, ენას ვიყენებთ ყელს და ანუ ტუჩებზე უკვე გიჭირს. მე პოლბოქსზე რო დაიყენო ბოქს. სპორტაშოს unboxing-ი გვაქვს მე. მართლა, მაშინ მანდაც მივიღე მონაწილეობა. ბოლო ნაწილი. და ისა ტრუსიკები ბოქსერები რო ო, მაცი. ხო და ეს რო დამაინტერესა, ну მაშინ უბრალოდ რაღაც იმიტირებას ვაკეთებდი, მაგრამ ეს beatbox-ი რატო დაერქვა, იმიტომ რომ აპარატი იყო მაშინ ამერიკაში შემოსული ახალი, რომელიც დრამის ხმები იყო ჩაწერილი და ხალხს რომელსაც სახსრები არ ქონდა, პირით იმიტირებას ვაკეთებდნენ, beatbox-ი მაგიტომ დაარქვეს. ну ეს მოკლე ისტორია და როცა ეს ყველაფერი მოვისმინე გუგა ჭყონიასგან ძალიან მომეწონა და რაღაც ელემენტარულს ვაკეთებდი, მაგრამ სერიოზულად არაფერი, იმიტომ რომ მაშინ საბრძოლო ხელოვნებაში ძალიან ვიყავი ჩაძირული, თან ცეკვაზე დავდიოდი 7 წელი ცეკვავდი და ასე შევდი რა, ქართულ ცეკვას. კი, მე ვასწავლეთ კიდეც 1-2 წელი. და ამასობაში გაიგე რომ არის beatbox-ის ჩემპიონატი საქართველოს. და გავედი მესამეზე, იმიტომ რომ სამი კაცი შენ წონით კატეგორია. 57 კილოში. შენს ის უნდა გახსნა რა სკოლა ხო არის შევასწავლი კრივს ცეკვას ინფორმატიკას ხო beatbox რამე ენა ხო იცი კი ინგლისურს და თამაშებს beatbox-ი რატო გამო და ლექსების წერასაც და beatbox-ი და ლექსებსაც წერ? რითმებში არ ამიშოს. ნუ ძმაკაცებში გამოვირჩევი და აი ხო და ეს ჩემპიონატზე რო გავადო სკოლა ზურა იანვარაშვილი სკოლა ზურაი ხელოვნების და კრივის და დაიწყე ამის სწავლა თუ ამას როგორ სწავლა? ხო, ანუ ძალიან საინტერესოა მართლა. ძალიან შემაწუხებელია, პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ აი ხა სხვისთვის ალბათ. სხვისთვის, ხო. ნუ ხო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ რაღაცას რო ცდილობ, ანუ თავიდან ეხა რო და ისინი ხოლმე ხა beatbox-ზე რაც ძირითადად სასაცილო ამბები არის ის, რომ მოდი ბარემ დამბანე და იდორბლები და ასე შემდეგ რა. ანუ ეგ ყველა ეგ სტადიები არის, ხო, ანუ დორბლაობა შეეშვი და ასე შემდეგ. დორბლები. ხო, იმიტომ რომ თავიდან რომ სანამ კონტროლს სწავლობ სანამ კონტროლს სწავლობ, არის ეგ, რა თქმა უნდა, არის და მიკროფონთან არ გიშვენ. ხო, ანუ კი, ანუ ადაპტაციას რავი განიცდის მე სხეული კი არა, დედაჩემს დღემდე გონია, რომ ცხვირის დეფორმაცია კრივის გამო მაქვს. არა და იმის გამო მაქვს, რომ beatbox-ის ერთ-ერთი ტექნიკა ყბის დეფორმაცია მომცა. აი მაგალითად. აი ეს. აი ეს რა? აი ეს. აი, ცოცხალი ორგანიზმია. ანუ ამ დროს ყბა როცა დიდი ხანი რო ვაკეთებ ამას ძგიდის დეფორმაცია მიდი ჩართე ვა მართლა ანუ ეს ერთი ტექნიკა რა რომ მოკრივე კაც სხვირის დეფორმაცია beatbox-მა ანუ იმიტომ რომ ნუ რასაც არ ახსოვს როგორ დაეცა ანუ აქ მომხდა ცხვირში არ მომხდრი აქ ანუ ცხვირში შენ გახსოვს მას ეგ რაც გახსოვს ანუ ღმერთის წინაშე ვიძახი ძლიერი დარტყმა ცხვირში არ მომხდრია ყბაში და კბილში მომხდრია მაგრამ ცხვირში არა კრივ რო გაგძევ და ეგეთი ხმები უშვა რომ მოგხდებ როგორ დააბლე მოცინა ის გამოჩერება არა ნოკდაუნში ვაწაყვა ნუ გაიგე წაყვალე ეს ხმები რამე ინსტრუმენტების ხმები გაკეთებული და მეცადინეო ინსტრუმენტების ხმები შეიძლება ანუ ინსტრუმენტების ხმები საკითხი მაგალითად დრამი არის კიკი ხო რაბოჩი ანუ ეს ნუ დრამი გასაგები ან ესე ცოცხლა რომ მისმენ არც მე არ მომისმენ ხო სხვა ეფექტია პირველად რომ ალბათ მიკროფონი როგორ უფრო ეფექტურია მიკროფონზეა ყველა ხმა გათვლილი აბსოლუტურად აი სულ სხვა შედეგი აქვს რა აი ხა ამ ბას რო ვაკეთებ რას არა რაღაცას ცდილობდა და ამის ხო აი ეს იმენა მიკროფონის არა ეს მაგალითად საბეისი რაც არის ხო ეს არის მის აქ საერთოდ მაგრამ იქ გაიგებ მაგ შეიძლება გამიყენო რაღაც ვა, ჯანებ, შენი ტექნოები წავიდა. ბიჭო, ამაინტერესებს. რაღაც არის, ეგრე იწყება იქ რა.
რა ეგეც ტიპი. რა მაინტერესებს? ეს რამე YouTube-ზე რაღაცა ძირითადად YouTube-ზე. როგორ უნდა მიხდე რა? ანუ ზოგი ამბობს ყველა სასაცილო. ეფექტი გეკნე. აი ხედავ შეხბას რა ერთფეროვნად იყენებ? თურმე რეები შეიყო. ყველა სასაცილო რაც არის, ერთი არის, ანუ საქსაფონს რო ასწავლიან. ანუ ეს მარტივია, მაგრამ ერთი საქსაფონია, რომელსაც ვერ ვაკეთებ და არც მინდა რომ ვივორჯიშო მაგაზე. არის რაღაც მადიდან და როგორ გასწავლიან, იცი? კურომ სიყვარულის დროს ხმას უშვებსო, აი ეგეთი ხმა. მადიდან უნდა ისწავლო, მეთქი არ მინდა ხმა. ახლა მოიყვანე ორი კუ. ხო, მე ვცხოვრობ ფონიჭალისიქით რა, ზოვეტის დასახლებაა და იქით ნუშის ტყე არის რა და ანუ ბევრი კუებია ხოლმე რატომღაც და ერთხელ სეირნობდი. ერთხელ სეირნობდი და დავინახე ორი კუ რა. და არა ლამაზ მდგომა. არა ლამაზ მდგომარეობაში და ბიჭო მართლა დამაინტერესდა რომ მეთქი ესენი მართლა უშვენ მეთქი იმ ხმას მეთქი მაინტერესებდა თქო რა და მივედი ხმა რა მოუღიეთ ჩუმად იყო ეტყობა დავაკომპლექსია ევალებოდნენ ვიღაც შეიძლება არ არის მონებულები არის მოტრეული ყავდა საიდან პატარა გალატე მაგაში მე არ ჩავერები შეიძლება გათხოვილი კუ იყო და ეს რა დაინა ხები და ადგა კუს ო ნუ მოკლედ რომელი ის არის ყველაზე ადვილი ბ-ასობგერი და მოდის ქიქი და ამჭიგლია მაგით უნდა დაიწყო კი მიდი აბა დათო გააკეთე. ანუ ბ, აი ნახეთ, თავიდან ატან. მილიარ მოგწრას. თავიდან ატან ასო გაისროლოს. თავიდან ატან ასობგერის წნევას, აი ბ. და მე ხმას აჩუ. კი. აი პოტენციალი გამოჩნდა ეგრე. იმიტომ ამას დიდი ნავარჯი შევიყებია. ნავარჯი შევიყები მნიშვნელოვანია. ანუ არის ტექნიკა ტუჩების, ანუ ეს არის ანუ ეს ტუჩის ტექნიკა არის. რაღაცა ელექტროხმა იყო. კი. ხო, არის ენის. ანუ ეს ენის და ანუ ეს ვიცი ისა რომ ცილა. ხო, ანუ ეგეც არის. კი. იმას რა. აი, ბავშვები რო აკეთებენ ხოლმე. კი. კი, ეგეც არის. ხელები მიოშველი, კაია. სვანთა შორის ხშირად არის ხოლმე, ნო? აპარატი ანუ Loop Station. კი, MK2 ბოლო მოდელი მაქვს, ძალიან იაფად ჩამივარდა ხელში ერთი მეგობრის დამსახურებით და წვალა და ვერ მოიგვერდა. ხო, მისი ჩანაწერები რო ნახე, ძალიან უწვალია და სწორი არჩევანი. წაშალა? ხო, ეს წაშალა. ეს წვალების კვალი მოხვა ინსტრუმენტ. მენდორო არაფერს გავარცილებდი და რაღაც არ ჩავთავდი სხვა. სადმე გამოსულ ხარ ამითი? სამშაბათობით ვარ დედაენის ბარში, დედაენის ბაღში რომ ბარია, სანდრო ნიკოლაძის ჯემ სეზონი არის. სადაც მუსიკოსები იკრიბებიან და იმპროვიზაციულად უკრავენ. ანუ არავინ არ იცის, ამოიღებენ ვინ რომელ სეტშია, არავინ არ იცის ვინ ვისთან დაუკრავს. და იქვე ქმნიან მუსიკას და მეც როგორც იმპრო ყველანი ბიტბოქსერები არის? არა, სხვა მუსიკოსები ბიტბოქსერი ვარ მხოლოდ მე. და ნუ შენ შეიძლება მოხდეს. მე ვიწყებ, ხო, ეგეც შეიძლება, მაგრამ მე უფრო საღამოს ხსნი. თან რომ მოხდა შეიძლება? კი, ყველაფერსთან აბსოლუტურად. ანუ გიას ურამელაშვილი. მე ვიწყებ ხოლმე საღამოს. ალელოდინი ხო? დავიღა. ხო, ანუ მე ვიწყებ ხოლმე საღამოს. ერთადერთი ვიცი ეგ მაგის. მე მარტო ეს დინი. ანუ მე გამახურებინებენ ხოლმე სცენას 9 საათზე, აი ხა ამჯერად 10 საათზე მე ვიწყებ ხოლმე და შემდეგ ვემატები მუსიკოსებს და მე ვისვენებ, იმიტომ რომ ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. აი უნდა მეკითხო, დამღლელი რა არის? ანუ უბრალოდ მე რო ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ. ფიზიკურად ხარ კარგ ფორმაში? აქ, მაგრამ ხო, ანუ ფილტვების თემაში რა. ხო, ფილტვების თემა, სუნთქვის თემაში, ანუ ოფლიც ნაკლებად. ხანი გაკეთებია. ეკიმთან რომ ხო, ბიტბოქსერი ხო არა ხო? ფილტვებზე რომ დაახლოებით, როდესაც მეწყვილე არ მყავდა და ანუ ხშირად ვარ ხოლმე ორნი ერთად, იმიტომ რომ ბევრად კარგი გამოდის, ან როცა Loop Station-ი არ მაქვს რო ჩავწერო და იმან გაიმეოროს. ერთხელ გავაკეთე 9 საათი. 9 საათი უწყვეტად? უწყვეტად. მხოლოდ ცოტა ხანი შევისვენე რა. ანუ მითხრას რომ სიგარეტი მოუწია ეგ ხდება. ხო, არ ვეწევი ხო. ანუ პირდაპირ რო ჩამოვედი, აი ხელები აწიეს და მონსტრი ხარ. კი, წნევა თუ შევის კარგი. ისა, ღვინის გამო. კი და ხო, ანუ რო ვარჯიშობდი, ანუ თავიდან მართლა მადლიერი ვარ იმ ხალხის, რომელმაც განსაკუთრებით ჩემი ოჯახის, იმიტომ რომ
ჩემი დის უფრო განსაკუთრებით. იმიტომ რომ არა, იმიტომ რომ ეხლა რაც საკეთებ, სრულფასოვანი მუსიკაა რა, ჩვეულებრივ. მაგრამ სრულფასოვანი არ იყო. ანუ მესმის ყველანაირ კრიტიკას ვიღებ, იმიტომ რომ ვიცი რა დონე შეიძლება იყოს ბიტბოქსის ძალიან შემაწუხებელი, იმიტომ რომ თუ ტონალობაში არ ზიხარ და თუ ძალიან დაბსტეპს აკეთებ ან რაღაც ისეთს, რაც შენია, მაგრამ ადამიანები ვერ გღებულებენ ისეთს, როგორიც ხარ, ხო? როგორც არის. მაშინ ძალიან რთულია მოსასმენად. მაგრამ როდესაც ადაპტაციას განიცდი როგორც მუსიკოსი და მე ჯემ სეზონზე ეგ განვიცადე, სანდრო ნიკოლაძეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ზრდაში. კაცი ძალიან დამეხმარა რა. რომ ვისწავლე ადაპტაცია, როგორ ჭირდება ადამიანებს, რომ მისაღები გახდეს ორივე მხრიდან რა, რომ კომუნიკაცია შედგეს. და აი ძირითადად ეგ არის ხოლმე ჰიპ-ჰოპის ბითები, ეს საქსოფონიდან გადასვლა და ეგ თორე ხა შემიძლია ჩემ მერა მუსიკასაც უსმენ. რას ადებდი? ანუ როდესაც წაგასწრებდი. ანუ ოღონდ ეხა მუ გიტარას რო უკრავდა კაცი მიხენია ტელეფონზე. ოღონდ გიტარას რო უკრავდა კაცი მე უბრალოდ სუფთა დრამი დავადე და ნიკომ რომ ჩავთო. კი, დაგჭავ. აი ბითი აჯდება რა. ჯანელას ბაიაცერა დაადე თუ საიდუმლო არ არის. მან უბრალოდ შვიდად ვისმენ, იმიტომ რომ ძალიან კარგი იყო. მოდუნდი. კი. უბრალოდ ეგ ბითი ეგ ტექსტი რო ავაჩქარო ძალიან მაგარი გამოვა ნებისმიერზე დავსვათ. მაღია რა, მუსიკოსმა მაღია. კი. იცი რომელი ჩართე? ეგ არა. გოგი ჩაროღლის გიტარითაც არის. ესე იგი ჩხარებს უსმენთ ხოლმე. ეს ელექტრომუსიკის ბიტი. ელექტრომუსიკა. მეც ძირითადად ელექტრომუსიკებს უსმენ. თავი წამოყო. ამას როგორ უნდა და დაბაჟეში ჩავარდა. ოჯა, დიდი შეხა გოგი შენ. წელილი ვიყურებს. კოჩის პირიდან მონოკი. ჩოკი ვეში. გადავახაჭოლოქი. იქნება მოსკოვი. რა მაგარი. ყველა კანტონი თვალია. ეს 5 იანვარია. ვა. ბიჭო. კორტილი შევდადი ხარ? სად? კორტილი. ძირითადად მეგობრები მეძახიან ხოლმე გაგვართი. კიდე ერთი ნომერი. მან შეიძლება კოლაბორაცია ხო არ გავაკეთოთ ჩვენ. სიამოვნებით მე საახალწლო თუ რაღაცა ფარტის რო ვაკეთებთ ხოლმე. მართალი მე ისეთი ამბები იყო რომ ფარტი კი არა ვერაფერი ვერ გავაკეთე. თუ მშვიდობა იქნა. თუ მშვიდობა იქნა. ხო, მაგაზე ვიგულისხმობ, რაღაცა ერთი ნომერი გავჩითეთ თქო. ხო. კი, რაღაცა გავაკეთოთ რა. სიამოვნებით დაარტყი ხელი. იმას და იმას დავდიქს მაშინ. ბოლოს რო ბიტი ელექტრომუსიკა ყვარებია კაცი. ამას ვაკეთებ. ბოლოს ესე რომ და. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი წარმატებებს მადლობა გისურვებ. თქვენ. ჯერ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გაქვს. გაგიგმო ქორწილისა ესა რაღაცა. მე ბევრი მოსწავლეს, ბევრ მსმენელს. აიხარ. ყველაფერს. და მაგარია ეგ. ეს პირველად ნახე ხო, მე პირველად ნახე. ლაივში ყურდეს ფანერად ხდება. მაგრამ ეხლა წარმოვიდგინე რომ მიკროფონი და მე ლუპით პირველად ნახე დიაპაზონი რა საიდან სადამდე შეუძლია. ხო და და ეს სადღაც 40%. მიკროფონის გარეშეც ისე ისმის რომ ხო. ვერ წარმოვიდგინე რომ პირმა შეიძლება ეგ ხმა გააკეთოს. ხო, ანუ 7 წელი უკვე ბევრია რა. 7 წელი უკვე საკმარისია რომ აუდიო იმ დონემდე მიხვიდე რომ შეიძლება ადამიანმა ჩაწეროს და გამოიყენოს. ბოქს რო ამთავრებენ აი რო მიდიან დიდი ბოქს და ხელთათმანებს კიდევენ და ბიტბოქს რო ამთავრებენ ხმებს. აი ამის კმილი უნდა დაკიდო და ეგ არის. შენ ამას მაგნიტოფონი და რაღაცა YouTube-ი და ისე ანუ მაგიტოა მაგარი რომ უფასოა, არანაირი არაფერი არ გიждდება, სადაც არ უნდა იყოს ჩაირთავ მუსიკას და შენთვის ერთობი. უბრალოდ სამსახურში მაქვს ხოლმე ცოტა პრობლემა რომ შეიძლება უცბად დამავიწყდეს და შეიძლება ვიღაცა დისკომფორტი კრებაზე რომ ან ეს მჭირს ხოლმე, ან ეს მჭირს, ან რაღაც, ან ხო. ანუ შენ ამის გარდა კიდე მუშაობს ათმე. გაგუას კლინიკაში ვარ ტექნიკურ სამსახურში. კი. ნუ როდის ასრებ ამ ცოლის მოყვა? ექსის მერე. რამის რო დაანებო თავი მაგრამ ან ამ რაგინა კარგად ასრებს, რა პირიქით დაამატოს კიდე. ხო, ანუ სანამ დაგემშვიდობებით მანამდე შენ ვეგეტარიანი ხო არა? არა. არა. კარგია, მაშინ დათო მიხედე. შენი კლიენტი. ნიკოლას ხორც პროდუქტები. რომელიც ჩვენი სპონსორია და ლაივებზეც იყო ჩვენი სპონსორი და ნუ აქაც უკვე რამდენი ხანია ჩვენთან ერთად არის. ჩვენ
სტუმრებს თავაზე. ხო, რაღაცა ყველჯერზე ისე იღებს, რომ გონია, რომ ეხლა უკვე აი ეს რატო არ ჩვალა რომ მოკიდა მე ცოტა გამცრა რა. ნუ გეშინია ეს საღამი კარგი. უბრალოდ ამას რატო ვიღებ, იცი? ვაი და ორი თუ ჩადეს. თქვენგანაც დაუწდა ავტომატურად შენია. ამ შეცდომას გამოვასწორე. თქვენი სანახებო რომელია ყველაზე მეტად? პირველი მაგას გავაძრო სახე. მე ჩემსას გეტყვი. კომაგი გინდა შეწვიგინდა მოხარში ძალიან საკაიფოა. ეს საჩუქრები დღეს იცოდით რომ დაბადების დღე მქონდა და გამიმზადეთ. ეს დაბადების დღე რა? მიდი, ერთხა ნახე. მოდი მიულოცოთ და შენ ვითი გააკეთე. კარგი, მოდი ეს შენია რომ იცოდე გადავიდე. მადლობა, ჩემია ხო? ყოფნას ჯობია რომ ჩემთან იდოს აქეთ. აი, მოდი. რა ლამაზი დღეა? 3-4 რა ლამაზი დღეა რანათელიმზეა იმიტომ რომ დღეს მოკრივი მიბოხეთ აი ადამიანის დაბადების დღეა ახლა თვითონაც რომ მონაწილეობს. ბოლოს ნახე თავისი ძგიდი არ დაინანა. არა, გაღუნე იყოს. და სანამ დაგიმშვიდობებით, სელფი უნდა გადავიღოთ, ჩვენი სპონსორია სელფი და სელფთან ერთად ვიღებთ ხოლმე ზოგადად თემატურად. ეხლა რომელი თემა ავირჩიოთ? კრივი. ესეთი სელფი გადავიღეთ. კრივი ავირჩიოთ. დაახლოებით ის სურათი რო იყო ესეთი, ხო, ჩვენ რო გადავიღეთ. ვითომ ვიღაცას ურტყობს და დანარჩენი გულჩემ. არა, მოდი თუ გინდა ესეთი. აი ესე. ები კიდე მამი ხრანჭეიკით. თუ ვინ სახესაც გავაკეთე. შენი მუშტი იმას და ესე რა. აი, მიდი. მე ვერ ურტყავ ვერავის. შენ იღებ. მე ვიღე. შენ ვერავის ვერ ურტყავდა, მე ვერავინ ვერ მირტყავს, მეტომ. მიცადე? თუ შეიძლება რომ აი ესე. დაიცადე ესა? აჰა. ერთი წამი იყავით არა იყო ხელი მიადე. კოცნი. ის ურტყავდა. ეგ არის ხო? კი, ძალიან დიდი მადლობა. არაფერს. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია, გადავდივართ მომდევნო ბლოკში. ჩვენი გადაცემის მომდევნო რუბრიკა არის Elite Electronics-ის რუბრიკა, რომელსაც წარმოგვიდგენს უმშვენიერესი დავით ლაპა. ულამაზესი და განხუთვა, ანუ unboxing-ი. ამჯერად ხელში ჩამივარდა. ონორის განხუთვა არ არის გაისახილი. ორივე ვთქვი. დებილურად გადმოთავა. ხო. აბა ამოყუთვა. რა კარგი არა მართალი იყო ამ შემთხვევაში ხო როცა გვიხსნის ხო ვიგებთ. განხუთვა არის. ამოყუთე რა? რას ამოყუთავ? ეს არის Honor 400, ჩვენ გქონდა Honor 400 Pro. ხო? ამოუყუთეთ. და ისიც ამოყუთვადია, ხო? მისი უმცროსი ძმა. თუ ბიძაშვილი. ეს არის Honor 400 Lite. აჰა. ახი რა მოყუთა. ესეთ ყუთში მოდის. ესეთი ამოყუთვა არც ნახე. სისინა და სუ ახალი. შეიძლება გემი გააკეთო ბავშვები. მახასიათებლებს. ნახე რა კარგია. წონა მანა. შესახედავად. იმას წონით აინტერესებს ტელეფონი. მონაცემები და რაღაც კი არა, წონა. მოყვება დამტენი. თორე ხელი ეღლება მე. არა, ლაითი. რაც იშვიათია ამ ბოლო დროს კაბელი. მოყვება. ეს მოყვება ხო? ეს არ მოყვება ხოლმე. იშვიათად მოყვება. მოყვება ნახე. ეგ ხო. სიმღერა ეს ყველას მოყვება და მოყვება გამჭირვალე кейსი, ხო. აჰა. ეხა მახასიათებლებზე მახასიათებლებზე გეტყვი. სხვა შორის მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ეკონომიური სეგმენტიდან გახლავს ტელეფონი, შესახედავად ძალიან სიმპათიურია. შეიძლება ცოტა ხანი რომ ჩავყუთო? არა, ეს როგორ ჩავა მე ჩავყუთო. მარტო ყუთი რომ ჩავყუთო. მარტო ყუთი. ყუთი ჩავყუთე. ყუთით ითამაშე. აქვს. ეს რომელი იმიდანაა? პატარა ბავშვებს წასული კარტებით რო თამაშო. ჯოკერში რა შენ ამით ითამაშე ცოტა. AMOLED ეკრანი.
OLED ეკრანი 120 Hz-იანი. კი ბატონო. 3500 ნიტიანი. ანუ თაკარამზეში ისა. ხო, თაკარამზეში. აცი ამას. ეხლა თაკარამზეები იარკოსტი. ხო, იარკოსტია. თავარი კამერა 108 მეგაპიქსელი. ვიკაშკაშ. წარმოგიდგენ, მთელი ეს 3 მილიონი ნახევარი ქართველი რო შევიკრიბოთ და ამით სურათი გადავიღოთ. 30 პიქსელი ყველა შევხვდება. 30 პიქსელში წეს ადამიანი უნდა იცნო, ხო? ხო, რამდენი? შენ რამდენი პიქსელია? მინიმუმ რამდენი პიქსელიანი ხარ? მე ხა ცოტა მეტი მომიწევს. ხო, მაგრამ იმას ცოტა ნაკლები და გათანაკლები. ისე 6-7 პიქსელში ამოიცნო სპეციფიური შესახედა. 6 პიქსელში ჩავატევ. 6 თვაგრე, ბარემ 10 პიქსელი რო გავაკეთოთ. ხელოვნური ინტელექტი არის აგზის შიგნი? ინტეგრირებული. ხო, და ეხა შიგნი. აი ხო, არის. აი დაიცე დავინახო. აი გაცურა, ეხა აქეთ გაცურა. კამერასთან არა, კი არ გაძრა, რაღაცა კითხულობს, რაღაცას კითხულობს. შეუძლია ფოტოს დამუშავება, გადაღების დროსაც გეხმარება. მაგრამ დიდად არ უყვარს ხოლმე. შეუძლია, მაგრამ არა, როგორ არ უყვარს კაცო. შეიძლება ზანტად რა უთხრა რომ აი ეს გადავიღე და მოდი ეს მომაშორე, ერთი წუთით პატივცემულო გეტყვის და ანუ რაღაცა პროფილი არ მივარგა და კარგი პროფილი მომატრიალე. დაუშვათ, ეხლა რო გადავიღოთ 4-ვე და ვთქვათ რომ იკო წაშალე, ხო, წამშლის. კი აბა. წახშლის, მაგრამ იმას აქეთ ჩამოაჩოჩებს თუ არა. და იკოს მაგივრად ეს ჩამისვი? სკარლეტ იოჰანსონი? არ ვიცი. თვითონ სკარლეტიც უნდა კონდეს სადღაც რომ სკარლეტის მეტი რა არის რომ დაგუგულოს. კიდე რა, კამერა გითხარით, ეკრანი გითხარით, პროცესორი. საკაიფო. всё, გააპუსტია კარა. Mediatek 7200. ბაი, ცოტა გითხრათ ამან რამე? თუ საკაიფო უფრო კაი ინფორმაცია რა იყო. თქმა უნდა. აკუმულატორი 5300-მდე დაახლოებით, რაც 300 დღე ნახევარი, აი თავისუფლად საღამოს კიდე რაღაცა. შუა დღესილი გიყვარს, ორი დღეც თავისუფლად. თავისუფლად. ორივე ბიჭო, რა კაია შესახედავად. შესახედავად. ხო და თან ამას ყიდულობ მოყვება რა ყურსას მენები. ხო. ყურსას მენები მოყვება. აი კაცებში, მაგით არის მენები მოყვება. მენები, კაცას მენები. აი ესეთი კარგი ტელეფონი წარმოგიდგინეთ. შეგიძლიათ რომ 8 გიგაბაიტი აქვს ოპერატიული მეხსიერება, 256 აქვს. მეხსიერება. რა ნომერია? პირველი კომპიუტერი რომ მქონდა, ვინჩესტერი მქონდა 20 მეგაბაიტი. და წარმოიდგინე, ამას ოპერატიული მეხსიერება აქვს. რამდენჯერმე ჩავყუთე. ერთი წამი შემეშალა. რა შეგეშალა? აი ესე. ჩავყუთე? პროფესიონალს ეს არ უნდა შემოშლოდა. მომეყუთე აქეთ? პროფესიონალი მყუთავი. მყუთავი აირები არსებობს? კი, არსებობს მყუთავი აირები, რომელიც გამოიყოფა ამოყუთვის დროს და საშიში. მყუთავი აირები. მყუთავი აირები. ამოყუთვის დროს აი ამ სასარგებლო ინფორმაციით ჩვენი ელექტრონიკის რუბრიკა დასრულებულია გემშვიდობებით. არა მარტო ამ რუბრიკაზე, მთლიანად ამ გადაცემაზე გემშვიდობებით რა უბედურებთ. მთლიანად გემშვიდობებით რა. ეგეც დებილობა. ნახვამდის უთხარი, ნახვამდის. შევხვდებით ამით დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. გემშვიდობებით მთლიანად. დამშვიდობა დაავიწყდა.